ჩვენ დავბრუნდით, როგორ თქვა, შეიძლება რომ თქვა რომ სტუმრებთან ერთად დავბრუნდით, კოტე შენ როგორ გონია? მე მგონი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად ის ადამიანები არიან, ვის გამოც მაყურებელმა 2 საათნახევრის განმავლობაში უნდა უყუროს GDS დილას. ეს ადამიანები ამზადებენ მინი გადაცემებს და რუბრიკებს. ძალიან ბევრია, ჩამოვთვალო ყველა. მოდი სათითაოდ ვისაუბროთ ყველა მინი გადაცემაზე და ეხლა არ ჩამოვთვლე. და დავიწყოთ ეს ყველაფერი GDS ექსპედიციით. მოდი ჩვენ დღევანდელი ექსპედიცია ამ ჩვენ პატარა მინი გადაცემებში დავიწყოთ GDS ექსპედიციით. საკო დაიწყო. დავიწყოთ GDS ექსპედიციით. დილამშვიდობით. დილამშვიდობით. კი, მინდა რომ გისურვოთ ყველას წარმატებული სეზონი, ყველას. ჩვენ რა უნდა ვთქვათ ახლა თქვენთან ერთად? რა თქმა უნდა. რა შეიძლება ითქვას GDS ექსპედიციაზე? მე მგონი სათაური ყველაფერს გვეუბნება, მაგრამ მოდი დავამატოთ ის, რომ სათაურთან ერთად ჩვენი გადაცემა იქნება მაქსიმალურად ექსტრემალური, არა მხოლოდ ექსპედიცია იქნება. ექსტრემალური? არა, ძალიან ექსტრემალური იქნება. თან ბოლო 2 გადაღებას თუ გავიხსენებთ, მით უმეტეს იქნება მოდი ვთქვათ, რომ შემთხვევით ბოლო ექსპედიციიდან კინაღამ ვეღარ დაბრუნდით. არა, იცი რა, ნაზადყობა თაკო და ცოტა ახლა გავააგრესიულებ რა. ჩვენ დავდივართ საქართველოს ტერიტორიებზე, ძალიან ბევრი ადამიანი იქ ნავყოფი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ისეთი ადგილები აღმოვაჩინოთ, სადაც ან ადამიანის ფეხი არ დადგმულა და თუ დადგმულა რამოდენიმეჯერ. მაგრამ იცი რა, ვცდილობთ რომ ცოტა ექსტრემის ჩავრთოთ კვანტროს არ გართმევ ჩვენ არაფერს. არა. თამდევია. ეს უბრალოდ. ხო, ჩვენი გადაცემის, ხო. და იცი რა, ყოფილა ეს შემთხვევები, ყოფილა რა, სულ 3 გადაცემა გავაკეთეთ. აჰა. იყო ეს შემთხვევა, რომ თაკო ხელაია კი რაღაც წაიღო. კი, ეს ბალერინა გოგო, სულ მაინტერესებდა მე, როცა ეს ყველაფერი იგეგმებოდა, როგორ მოხდა. ანუ ყველას რაღაცა თქვენი ინტერესები გაქვთ, ხო? ბუნებრივია, ვიღაცას უყვარს მოგზაურობა, ვთქვათ, გააკეთებს ამასთან დაკავშირებით რუბრიკას და ასე შემდეგ. თაკო არ წარმომედგინა, რომ ამდენს შეძლებდა და ესეთ ადგილებში ესე ექსტრემალურად იმოგზაურებდა. არც მე არ წარმომედგინა. იცი რა არის, თავიდან ყველას რა თქმა უნდა აინტერესებს მოგზაურობა და ყველას უნდა ნახოს ისეთი ადგილები, რომელიც არ უნახავს არავის, მაგრამ აი პროცესში მოიტანა იმდენად დიდი მუხტი, რომ ეხლა მე მგონი შეშურდება ნებისმიერ მთაზე ცოცავს, არ ვიცი, კლდეზე. ცოცავს რომ მე არ ვიცი, სად იყავი პირველი დანიშნულების ადგილი რა იყო GDS ესე იგი, ლოკაცია პირველი იყო ოფლისციხე, შემდეგ იყო მარტვილის კანიონები და არა მარტო კანიონები, იქ არსებული ნებისმიერი პატარა ჩანჩქერი იყო თუ რაიმე კლდე თუ არ დატოვეთ? გადმოსახლებით თუ გასახტობთ. იცი რა არის, ჩვენ გვეუბნებოდნენ ამას ყოველთვის, ვინც მიყვებოდა, რომ სადაც მიდიხართ, მთაში, ბარში, არასოდეს არ დაიწყოთ ხუმრობა ამ მთაზე. ჩვენ ამაზე ვიცინოდით, ხო, ამ ბუნებაზე და აი გუში რა იყოფილა. ხო, და იცი რა, ეს მე და თაკო მივიღეთ, რომ კარგი თქვენ გამოვყვებით, ჩვენ არ ვიცინებ და გულში მაინც რაღაცებს სად ვიყავით ბოლოს? ბოლოს ვიყავით, აი გუშინ ჩამოვედით ხვამლიდან, მაგრამ ხვამლიდან ჩამოვიდეთ. მოდი ყველაფერი არ ვთქვათ, ეს დავტოვეთ. არა, ხო, მე ვიძახი იმას, რომ იცი რა არის, თუ გიწევს ბუნებასთან შეხება, ამიტომ დაუწყო მას დაცინვა, თორე ის უღარესად დაგცინებს და მე ვინ არის და როდის ნახავენ თქვენ გადაცემას, ეს ვუთხრათ მაყურებელს? არა, მაგას ვერ ვეტყვი ჩანს. ყოველ პარასკევს ჩვენი რუბრიკა იქნება ეთერში. ყოველ პარასკევს იმოგზაურებთ ჩვენ მაყურებლებთან ერთად. მოდი ბროწეულზე გადავიდეთ ეხლა. არა, ისე საინტერესო იყო რომ აღარ არის საჭირო სხვა რუბრიკების გახსნა. მაგრამ გადავიდეთ და მაშინ ჩვენი ბროწეული უნდა შემოგვიერთდეს. არჯევანიზე ბროწეული და გვეტყვის რატომ ქვია? მოდი. ქართულია ჩვენი მაყურებლებისთვის რჩევების მიცემაში, რომ ამიტომ დააგვიანდა, მე დარწმუნებული ვარ. კი, ანუ ახალი სეზონიდან ჩვენი მაყურებლისთვის უხვად გავცემ რჩევებს. ეს იქნება რჩევები როგორც დიასახლისებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის, ანუ სეგმენტში შეზღუდულები არ ვართ. რაც მთავარია, ეს რჩევები იქნება ძალიან პრაქტიკული და ძალიან საინტერესო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს ჩვენ რჩევებს და დაეხმარება ჩვენი რუბრიკამ. პირველ გადაცემაში რასთან დაკავშირებით აძლევ რჩევებს მაყურებელს, ეს რო გითხრათ? პირველ გადაცემაში ავირჩიეთ საკმაოდ აქტუალური და ისეთი პრობლემატური თემა ლაქების ამოყვანა სხვადასხვა ქსოვილიდან. და ოღონდ რაც მთავარია სახლის პირობებში. და ასევე როგორ ვრეცხოთ სწორად ასევე ისეთი პრობლემატური თემა. რეცხვით ლაქებით და დიასახლისებით დაიწყო და ძალიან შეიტყო, რომ სულ ცოტა ხნის წინ გათხოვდა მე მგონი. კი, ესეთი ოჯახური
გოგო და კი ბრუნდი და აი ოჯახური გოგოდან ყველაზე არა ოჯახურ გოგოსთან უნდა გადავიდე. ექსტრემი გვერდის. არა, მიგერ გონი ასე ხდება. როგორ ვთხოვდები რა? გადავედით კვანტროზე. აბა, რა ხდება დღეს ეს გვაინტერესებს და რას ნიშნავს ექსტრემი? თქვენთან მოკლედ ჩემი რუბრიკა არის ექსტრემი და გართობა. ექსტრემალური გადაცემა მექნება, ანუ ვინც არის ექსტრემის მოყვარული განსაკუთრებით იმათთვის იქნება საინტერესო. პირველი გადაცემა იქნება მალაიზიაში, როგორ ვიმოგზაურე, როგორ მოვიხვიე 3 მეტრიანი გველი და ნუ აღარ გავამხელ კიდე რა ვნახე იქ ღამურები. მაიმუნებიანი ჯუნგლებში ვიცნა. კი, ყველაფერი ვნახე. ანუ მაგას უკვე იხილავთ 4 შაბათს, მაგრამ ჩემი რუბრიკა იქნება 2 შაბათობით. ასევე რა გართობა იქნება არასკევი შაბათი კვირა, მოვივლი რესტორნებს, კლუბებს და მოვივლი ყველაფერს, რადგან ჩვენს მაყურებელს ესე იგი როგორი გართობაა თბილისში და ურჩევს სად გაერთოს შემდეგ შაბათ-კვირას ამ ყველაფერს მე გავაკეთებ. რომელ რესტორანში გარდა დილაობით გაგვიწევთ და რა თქმა უნდა, გარდა ამისა, სულ დამავიწყდა გამახსენე. ხვალიდან უკვე დილაობით ენერგიული ჩართვები მექნება, მოკლედ ბევრი რაღაც მე. საკმაოდ დატვირთული ალბათ. ასწრებს რამდენამეს. რომელი საათია? 10 საკლია 10 წუთი. სავარაუდოდ იმ ადამიანების უმრავლესობა ვიზეც ნუცა მოამზადებს თავის. უკვე სკოლაშია ან მაქსიმუმ ლექციაზე. მაქსიმუმ ლექციაზე. რა ხდება შენ გადაცემაში მაშინ ეს მოგ. ჩემს მინი გადაცემაში ხდება ის, რომ მოგიყვებით ყველაფერს საერთოდ ახალგაზრდების შესახებ. ეს იქნება ახალგაზრდების პრობლემები, გართობა, მოდა, ყველაფერი მოკლედ. შენ პრობლემებს მოუგვარი. ჩემ პრობლემებსაც მოგიყვებით, მეც მოგიყვარებ პრობლემებს და ეს კვირაში ერთხელ ესეთ რუბრიკას შემოგთავაზებ. მე რა წავალ შაბათ-კვირას გასართობად გადაცემებად, შენთან შენ პატარას. არ შემოგიშვები. მაგრამ რო არ შეუშვებ. იქნებ მიკროფონით რა. რესტორანში ნუცადან კვანტოროს ხედან და ფიალებით. მაგრამ რესტორნებს ზოგ რესტორანს აქვს ბავშვებისთვის გასართობი. ჩასწორდა შედავე. სამრეალოები მოპატარა. ნუცა შენ გითხარი შენ პირველ გადაცემაში პირველ გადაცემაში კონკრეტულად ვისაუბრებ მოდაზე, ახალგაზრდების სხვადასხვა სტილზე. როგორ იცვამენ ახალგაზრდებს? როგორ იცვამენ, კი. გასაგებია და საინტერესოა ნამდვილად. და ბოლო რუბრიკა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ფორმულა. უბრალოდ მინი გადაცემა. ყველა სჭირდება, მე მგონი რაღაც გარკვეული ფორმულები ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ეს სიტყვა ბევრ განსხვავებულ ასოციაციასთან წაგიყვან. შეიძლება გაგახსენდეს მათემატიკური ფორმულა, ქიმიური, ვიღაცას ფორმულა 1, არ ვიცი, ასე შემდეგ. რაზე იქნება ეს თქვენი ფორმულა? სინუსიანი განტოლები და ფესვის ამოყვანა იქ. ხო, ანუ ჩვენს მინი გადაცემაში არ დავიწყოთ მათემატიკური და ქიმიური ფორმულების ამოხსნას, ძალიან მარტივად მაყურებელს შევთავაზებთ წარმატებული ადამიანების წარმატების ფორმულას. და გაუზიარებენ ისინი საკუთარ გამოცდილებას და ყველა საინტერესებს ალბათ, რომ როგორ მივიდნენ თქვათ იმ წარმატების წერტილამდე და ისინი მოუყვებიან მაყურებელს იმის შესახებ თუ რა გზები გაიარეს მათ და რა დაბრკოლებები გადალახეს. პირველ სტუმარზე ვთქვათ 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ჩანს უკან ხედავთ ვინც არის. პირველი სტუმარი იყო მარინა კანი, ფოტოგრაფი, ცნობილი ქართველი, რომელიც მე გამომამზადე და მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. მინდა დავამატო ზურას ნათქვამს, რომ ეს არ იქნება მარტო წარმატების ფორმულა, ხო? ეს არის ზოგადად ადამიანის ფორმულა და მაგიტომაც არ დავარქვით წარმატების ფორმულა, აქ იქნება როგორც მეგობრობის, დედაშვილობის და ზოგადად. ან ცხოვრების ზეული გესტუმრებით როგორ გავსწავლებ. მაყურებელმა ყოველ ხუთშაბათს უყუროს ჩვენს მინი გადაცემას და შეფასოს მე მგონი მოეწონებათ, იმიტომ რომ აქ იქნება როგორც ყვითელი ინფორმაცია, ასევე პირადიც და მე მგონი ძალიან საინტერესო. მათ ადამიანებით არ შემოვიფარგლებით, ასევე იქნება კომპანიები, ანუ ნებისმიერი სფერო იქნება ჩვენს მინი გადაცემაში მოქცეული. აი აღნიშნეთ თქვენ რომ არ შემოვიფარგლებით მარტო ადამიანებით. პრინციპში ჩელეს და თაკოს შემთხვევაში ადგილები სადაც იმოგზაურებენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ამოიწურება. არა, ესე რა, ბოდიშ ვიხდი, მაკო შეგაწყვეტენ ადამიანებით არ ჩვენ არ შემოვიფარგლებით, ყველა გადაცემა ძაღლებთან ერთად, კატებთან ერთად, დინოზავრებთან ერთად, ცხოველები რა თქმა უნდა იქნებიან და ფლორა ფაუნა. კვანტრომ რაღაც თქვა გვევლის გველის მაგრამ თაკო არ უნდა ცუგრიკოებთან ერთად და რა გავაკეთო არ ვერ მეგობრო. გამოდის რომ ჩელესთანაც არ გამოგივა, მაშინ მეგობრობა. მომიწევს ეს მალაიზიის ჯუნგლებში უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად და ძალიან კარგი იქნება. მაიმუნებთან. მაიმუნებთან, ღამურებთან, გველთან და ასე შემდეგ. წამოვალ.
შემდეგში მე მოვდივარ. წამოვალ თქვენთან ერთად. გველი და გველკუა. სანამ წახვალ მათთან ერთად მე მაქვს შენთან ერთი შეკითხვა. არ მოიწურება ის ადგილები, სადაც იმოგზაურო. ეს ჩემი შეკითხვა არ იყო, კოტე მკითხა უბრალოდ და კითხა. ხო, რა მოიწურება, ვთქვათ, ნელ-ნელა იგივე ექსტრემი საქართველოში. რამდენად ისეთი თემაა, რომ ხშირად იმოვი რესპონდენტს და ასე შემდეგ. ექსტრემ შეიძლება რესპონდენტს მე სულ ვიპოვე, მაგრამ რომც ვერ ვიპოვე, მე იმდენად მიყვარს ექსტრემალური გართობა, რომ მე თვითონ შევეცდები, რომ ჩემ თავზე გამოვხო. ახალ სახეობას ახალ სახეობას გამოვხო და ხარკოს და ჩელეს გავყვები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მათი მოგზაურობაც ექსტრემთან არის დაკავშირებული, რადგან ისეთი კადრები ვნახე, რომ კვადრო ისეთი გოგოა საქმე რო არა, ყორეს მოაგრეს და თავიდან გააკეთე. არ არსებობს რომ საკმაოდ დატვირთული GDS დილა გველოდება, მე მგონი მთელი სეზონის განმავლობაში როგორც გაირკვა და შეიძლება დაგემშვიდობოთ ახლა. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. პირადად ჩემთვის 2 საათი ნახევარი ძალიან მალე გავიეთ და იმედია ჩვენი მაყურებლებისთვისაც დარწმუნებული ვარ, ხვალ არც იფიქრებენ ვისთან ერთად უნდა დაიწყონ ახალი დღე, ისევ GDS დილას უყურებენ 8 ნახევრიდან 10 საათამდე. წარმატებულ დღეს. კარგად.